საქართველო აბრუნებს ისტორიული განათლების კერის როლს თანამედროვე სტანდარტებით ვაგრძელებთ იყალთოს და გელათის აკადემიების ტრადიციებს. ასე აფასებს მარიამ ლაშხი ოცნების განათლების რეფორმას. მისი თქმით, ცვლილებების მიზანი ისეთი მოქალაქეების აღზრდაა, რომლებიც საქართველოს ისტორიას იცნობენ. აი ფაქტი გელათის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს 2020 წლიდან აშუქებს. მისი ისტორიული მნიშვნელობაც გვესმის და ისიც კარგად ვიცით, როგორ გრძელდება გელათის აკადემიების ტრადიციებს. გელათის რეაბილიტაციის ამბავი 2014 წლიდან იწყება. პრობლემები კი 2018 წლიდან, როცა ტაძრის მკლავები ყოველგვარი პროექტის და წინასწარი გეგმის გარეშე გადახურეს. პროცესში ხან მეთოდოლოგია შეცვალეს, ხან კრამიტის ხარისხი, შემდეგ ტაძარს ლურჯი ტენტიც გადააფარეს. არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად კი მწვანე კრამიტიც დაიბზარა და ტაძარში წყალი არაერთხელ ჩავიდა. ვიმამ და გრუნტის წყლებმა ისტორიული მხატვრობა და მოზაიკა დააზიანა. პასუხისმგებელი პირები გელათის რეაბილიტაციის ამბავს, გარეზე მოქმედების ფაქტორებს და ომიანობასაც კი აბრალებდნენ. მათ შესახებ ინფორმაცია ჩვენ საგამოძიებო ფილმში შეგიძლიათ ნახოთ. ოცნების წევრები კი დროდადრო გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო. ხელშესახების შედეგი გვაქვს. დღეს ტაძარს აღარაფერი ემუქრება, მთავარი ტაძარი დღეს გუმბათით დაედგა, გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით. თავად მარიამ ლაშხი დიბსთაიცა და მასონებსაც კი საუბრობს ხოლმე, თუმცა ყველა კარგად ხედავთ, როგორ გამოიყურება დღეს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა. იქ არათუ გელათის აკადემიის ტრადიციები გრძელდება, არამედ წირვა-ლოცვის აღსრულებაც ჭირს და ყოველთვის ვერც ვიზიტორები ათვალიერებენ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს. თავიდან ჩვენ